როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიკროელემენტი, რომელიც ჩვენი ორგანიზმის საშენ მასალად გამოიყენება ხოლმე და დღეს მე როგორც ყოველთვის როცა მარტო ვარ ხოლმე სლაიდების სახით გაჩვენებთ ამ თქვათ აქტიურ მნიშვნელობას რა აქვს ამ კალციუმს. შენ ახლა ჩვენ მარტო გაგრძნობინებთ რა? ნუ დღეს კოლეგა რო არ ვიცის გვერდზე ასე ვთქვათ. დღეს ვისაუბრეთ კალციუმთან დაკავშირებით და როგორც მოგეხსენებათ, კალციუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი მიკროელემენტი, რომელიც მონაწილეობს ჩვენი ორგანიზმის უამრავ ბიოლოგიურ სასიცოცხლო პროცესში. აქედან გამომდინარე, დეტალურად გავიაროთ მისი თვისებები და ფუნქციები რა არის. კალციუმი ეს არის მინერალი, რომლის შეწოვა ხდება კუჭნაწლავის საშუალებით ძირითად შემთხვევაში, მაგრამ მისი შეწოვისათვის აუცილებელია ჩვენი კუჭნაწლავის ტრაქტი იყოს მოწესრიგებულ მდგომარეობაში და ყველა ის მიკროელემენტი და ჩვენ მიკრობიოტაზე ადრე ვისაუბრეთ და ზუსტად ეს მიკრობიოტის შემცველობა და რაოდენობა ნორმალურად უნდა იყოს, რათა შეწოვის პროცესები ნორმალურად მიმდინარეობდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც ვიღებთ საკვებ პროდუქტებს და ამაზეც ვისაუბროთ, რა საკვებ პროდუქტები აუცილებელია, შემდეგ სლაიდზე გაჩვენებთ უკვე კალციუმის შეწოვასთან მიმართებაში როგორ ვიქცევი და რას ვაკეთებთ. კალციუმის დაახლოებით საკვებიდან ვიღებთ 20-30%-ს და როგორც მოგეხსენებათ, ყველაზე დიდი რეზერვუარი კალციუმისათვის არის ჩვენი ძვლები. და ზუსტად ძვლის მთავარი საშენი მასალა არის კალციუმი. შესაბამისად, როდესაც კალციუმთან მიმართებაში გვაქვს ნაკლებობა, შემდეგ სლაიდზე გაჩვენებთ უკვე სიმპტომებს, რა სიმპტომები შეიძლება ახასიათებდეს, სანამ ძვლიდან ბოლომდე კალციუმის გამოფიტვა მოხდება, იქამდე სხვა სიმპტომები იწყება. ეს არის თქვა რომელიც სიგნალს გაძლევს უკვე და გაძლევს ინფორმაციას კალციუმის დეფიციტთან დაკავშირებით და პირდაპირ პროპორციულად რა არის? აი პაციენტები თვითონ აღნიშნავენ ხოლმე რომ ეს არის სპაზმები კუნთების, გაკვანძვის შეგრძნება, აი თითქოს კრთომა, კვანძები, კუნთების ორგანის, მომატებული ძილიანობა, აი აგზნებადობა, ემოციური ლაბილობა, ნერვული სისტემის ცვალებადობა. გამოგრჩეს ხო? ვერანაირად ვერ გამოგრჩება, იცით, მკვეთრ სიმპტომებს გაძლევს, ასე მკვეთრ სიმპტომებს გაძლევს, ასე თმის ხარისხზე მოქმედებს, კანის სტრუქტურაზე მოქმედებს, ძვლების, ასე ვთქვათ, გამოფიტვა იწყება და ამ დროს შეიძლება პაციენტს ძვლის მიდამოში ცოტა ტკივილის მომენტები შეიძლება ჰქონდეს. ასევე კალციუმი მონაწილეობს გულის რითმის ფუნქციონირებაში და შეიძლება რითმის დარღვევები მივიღოთ და არითმიებისკენ მიდრეკილება შეიძლება იყოს და უკვე ბავშვებს როცა ეხება კალციუმთან მიმართებაში უკვე ასე ვთქვათ ჩონჩხის ჩამოყალიბება კარგად არ ხდება, D ვიტამინთან ერთად ის მონაწილეობს რა თქმა უნდა ამ ძვლის ფორმირებაში და შეიძლება რაქიტის, დის პრობლემების დაში ჩამორჩენა იყოს ბავშვში. ორსულებში თუ არის კალციუმის დეფიციტის ნიშნები, რა თქმა უნდა ბავშვის განვითარება კარგად არ ხდება და ესეთ შემთხვევაში ვიღებთ ხოლმე ასევე ორსულთა ტოქსიკოზი შეიძლება იყოს. ასევე საშვილოსნოში ბავშვის განვითარება შეიძლება იყოს შენელებული მდგომარეობაში. რა თქმა უნდა. ასევე ჩვენი კბილები პირველი რაც აისახება ხოლმე კბილებთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე აი ეს კბილების დარღვევები და შეიძლება ფორმირება ხშირად არის ხოლმე ბავშვი მიდის სტომატოლოგთან და სტომატოლოგი მერე უშვებს ჩვენთან პაციენტს, რათა ეუბნება რომ აი კბილის სტრუქტურა, სიმყარე, სიმაგრე ისეთი კარგი არ არის და ძალიან ხშირად არის ხოლმე მიდრეკილი ბავშვი კალციუმის დეფიციტისკენ. კალციუმის დეფიციტი აი შემდეგ სლაიდზე გაჩვენებთ აი პირ დაავადებები რა შეიძლება გამოიწვიოს. პირველი და ძლიერი დაავადება ეს არის ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზი არ გვაწყობს ჩვენ იმიტომ რომ ეს არის ჩუმი ძვლის დაავადება, შეიძლება აი უბრალოდ ფეხი გადაგვიბრუნდეს და ძვალი მოტყდეს ადამიანს. განსაკუთრებით ეს არის ხოლმე პოსტმენოპაუზურ ქალბატონებში და ასევე მამაკაცებში, ვინცაც გვაქვს ანდროპაუზული, ანუ ანდროგენ დეფიციტური მდგომარეობა, ეს ძირითადი დაავადებაა ხოლმე, მაგრამ თუ ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვაქვს კალციუმის დეფიციტი, ისედაც გამოვლინდება ხოლმე ოსტეოპოროზული პათოლოგიები. რა თქმა უნდა, ოსტეოპოროზამდე შეგვიძლია რომ თავი არ მივიღო. რა თქმა უნდა, ამიტომაცაა რომ ზუსტად მე ვისაუბროთ ეს პროფილაქტიკურ კვლევებთან დაკავშირებით, რომ კალციუმის ანალიზი როგორ უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ რამდენიმე სახის კალციუმის ანალიზი არსებობს. შეიძლება იყოს ნევრიტები,
ფარისებრი ჯიკლის ფუნქციის დაქვეითება, გულის კუნთის უკმარისობის ნიშნები და ეს არითმიები როგორც ვახსენეთ. ხოშის რო ეძახიან, ესეც შეიძლება გამოიწვიოს. შესაძლებელი არის თუ ღრმა კალციუმის დეფიციტია და აი კუნთების მუშაობა ისე კარგად ვერ ხდება და ეს ფილტვის გახსნის პროცესები თუ კარგად არ არის, ამანაც შეიძლება გულის უკმარისობის და ფილტვის უკმარისობის ნიშნები მოგვცეს. და ასევე შეიძლება იყოს ნევრიტული ცვალებადობები, ანუ ნერვული იმპულსების გადაცემაზე მოქმედებს კალციუმი ასევე და აქაც შეიძლება ნევროლოგიური დარღვევები მივიღოთ პაციენტთან. აი სანამ ანალიზზე ვისაუბრეთ, შემდეგ სლაიდზე გაჩვენებთ უკვე კალციუმის დღიური ნორმები, როგორ გვჭირდება ჩვენ დღის განმავლობაში და შემდგომ უკვე როგორ მივიღოთ ეს კალციუმი. აი 0-დან 6 თვემდე თუ არის ბავშვის ასაკი დაახლოებით 200 მგ კალციუმი უჭირდება დღის განმავლობაში. ეს რა პროდუქტებისგან შემდეგ სლაიდზე გაჩვენებთ. ბავშვი არის 7-12 თვის, თუ შეიძლება წინა სლაიდზე დავბრუნდეთ, 7-12 თვის, სადაც 260 გრამია და ესე ყველა ასაკობრივ ჯგუფს თავისი ნორმა აქვს. და შეხედავთ, რომ უკვე ისეთი აქტიურად მზარდი ბავშვები, სადაც არის 9-დან 18 წლამდე, უკვე 1300 მგ-მდე იზრდება და ზუსტად ამ დროს აუცილებელი მშობლის ჩართულობა, რომ აი ბავშვი რო აცხადებს, რომ ძის პროდუქტის მიღება არ მინდა, საიდანაც ყველაზე მეტი კალციუმის მიღება უნდა მოხდეს. მაგრამ შე როგორც თქვი, მაინც 30% იღებს ხო საკვებიდან და მიშველება სჭირდება მაინც. ხშირად მიშველება გვჭირდება ხოლმე, ასევე იმის გამო, რომ შეიძლება ხარისხიანი პროდუქტი არ იყოს. და ორსულებში და მეძუძურებში არის აუცილებელი. ეხლა კალციუმის ანალიზს რაც შეეხება, ხშირად არის ხოლმე შეცდომები ამასთან დაკავშირებით, გვაქვს ორი სახის კალციუმის ანალიზი. ეს არის საერთო კალციუმი და იონიზირებული კალციუმი. როდესაც აი ვთქვათ ჩვენს მოსახლეობასაც რო ვთქვათ ხოლმე, როცა მივდივარ და გვაინტერესებს კალციუმი რამდენი გვაქვს სისხლში, საერთო კალციუმს ნუ გავზომავთ, რადგან საერთო კალციუმი აჩვენებს მთლიანი კონცენტრაცია ძვალშიც და ასე შემდეგ. გავზომოთ იონიზირებული კალციუმი, რადგან ეს არის აქტიური კალციუმი, რომელიც მოქმედებს. იონიზირებული მარილი ვიცოდი და კალციუმი პირველად გავიგე. კი, კალციუმის ნორმა დიდებში არის დაახლოებით 1.16-დან 1.3-მდე, ნუ გააჩნია ლაბორატორიას, ბავშვებში არის 1.2-დან 1.36-მდე. და თუ ჩვენ ამ ფარგლებში ვერ ვჯდებით, ან მაღალი ან დაბალია კალციუმი, მაღალი შეიძლება იყოს. აი შემდეგზე როცა კალციუმის დეფიციტზე დავასრულებთ ხათია დღესაუბარს, მაღალ კალციუმის ვისაუბრთ, ის უფრო მკვეთრად ცუდი დაავადება ორგანიზმის და ბევრად უფრო ცუდ რაღაცებს იწვევს ორგანიზმში. და თუ მაღალი ან დაბალია, რომ მიექცეს ამას ყურადღება აუცილებლად. ჩვენ როგორ მივიღოთ ჩვენი კალციუმი, აი ეგერ სლაიდზე მოცემული არის ის მთავარი საკვები პროდუქტები, რაშიც აქტიურად შედის კალციუმი. პირველი ეს არის და განუყოფელი, ეს ვთქვათ, ძის პროდუქტები, ხაჭო, მაწონი, ნადუღი, კეფირი, იოგურტი, ყველში შედარებით ნაკლები რაოდენობითაა. თუ რაც უფრო მარილიანი და გამომშრალი ყველია, მით უფრო ნაკლებია ხოლმე. ჭვინტ ყველში უფრო მეტია ხოლმე. იოგურტი, ასევე მცენარეებშიც გვაქვს, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ჩვეულებრივი კომბოსტო, ჩინური კომბოსტო და ასე შემდეგ. თევზში, რა თქმა უნდა, არის, მარცვლეულშიც არის, ხილში და ხილის წვენებში შეიძლება გვაქვს კალციუმი, სოიო, ბრინჯი და ასე შემდეგ. ნუშშიც არის საკმაოდ დიდი რაოდენობით. ნუში და არა მთხილეულში ზოგადად. ნუში ცოტა არის, მაგრამ დიდი რაოდენობით არ არის. ნუში ყველაზე მეტია. რა თქმა უნდა, ეხლა როდესაც ჩვენ საკვები პროდუქტებით ვერ ვახერხებთ კალციუმის მიღებას, ან ანალიზით გინდება, რომ გვაქვს კალციუმის დეფიციტი, ესეთ შემთხვევაში ჯობია საკვები დანამატების სახით მივიღოთ კალციუმი. ეს იქნება ზოგი დასაღეჭი ტაბლეტია, ზოგი გადასაყლაპია, ნუ ამას არ აქვს მნიშვნელობა. შესაძლებელია დანამატის სახით მივიღოთ, მაგრამ ნუ დოზა ზეპირად მაინც ნუ გავსაზღვრავთ, ხოლმე ჯობია რომ ანალიზი ჩატარებული იყოს და ისე განისაზღვროს. მაგრამ თუ ჩვენ უკვე გვაქვს ოსტეოპოროზული ცვლილებები ორგანიზმში და კალციუმის მკვეთრი დეფიციტია გამოხატული, შორსწასული მდგომარეობაა და ესეთ შემთხვევაში მარტო კალციუმი არ იქნება საკმარისი და მასთან ერთად D ვიტამინიც შეიძლება იყოს ასევე აუცილებელი. ხშირად გვაქვს ჩვენ კალციუმის დეფიციტთან მიმართებაში, შემდეგ სლაიდზე რომ გადავიდეთ,
აი აქ არის ეხა მოცემული კალციუმთან ერთად ჩვენ წინა რამდენიმე გადაცემის წინ ვისაუბრეთ მაგნიუმის დეფიციტზე. ხშირად ეს ორი დაავადება ერთად მიმდინარეობს და ამის ფონზე შეიძლება იყოს ეს ცვალებადობაც. აქედან გამომდინარე, ხანდახან ხშირად არის ხოლმე, როდესაც კალციუმის ჩანაცვლებას ვაკეთებ, მაგნიუმის ჩანაცვლება შეიძლება საჭირო იყოს ერთდროულად, აი ეს დეფიციტი რადგან ერთად მიმდინარეობს. და საკვებ დანამატებში არსებობს ესეთი კალციუმი და მაგნიუმი ერთად რო შედიოდეს. ერთად არ შედის, ცალ-ცალკეა და თან ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მოსახლეობას ყოველთვის ვეუბნებით ხოლმე რომ ეს მიკროელემენტები ჯობია რომ მიღების დროს გაყოფილად იყოს მიღებული, რადგან ეს კუჭაწავის ტრაქტში რკინა, კალციუმი, მაგნიუმი ერთმანეთთან კონკურენტულნი არიან და შესაბამისად შეწოვა ვერ ხდება ისე როგორც საჭირო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ კალციუმის პრეპარატები ძალიან ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი თქვათ იღებს ფარისებრის მედიკამენტებს დილაობით ხო სვამე ხოლმე მშიერზე. არ შეიძლება კალციუმის მედიკამენტი დაემთხვეს ამ პრეპარატს, რადგან ეს უშლის ჰორმონის შეწოვას ხელს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვნიშნავთ კალციუმის პრეპარატს, ჯობია შუადღეს და საღამოს იყოს მიღებული და არა დილას. ასევე რკინის პრეპარატს თუ იღებს ადამიანი, კალციუმი და რკინა ერთმანეთს არ უნდა დაემთხვეს, მინიმუმ 3-4 საათიანი შვალედი მაინც უნდა იყოს ამ ორი პრეპარატის მიღების დროს. და D-ვიტამინი, რა თქმა უნდა, აუცილებელი კალციუმის შეწოვისათვის, თუ ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს D-ვიტამინის დეფიციტი, ესეთ შემთხვევაში აუცილებლად D-ვიტამინს უნდა დაემატოს მკურნალობაში. აქ გვაქვს კომბინირებული მედიკამენტები საქართველოშიც და მსოფლიოშიც, სადაც D და კალციუმი ერთად არის ხოლმე და შეიძლება ერთად იქნეს მიღებული. აი შემდეგ სლაიდზე ხათია გაჩვენებ კალციუმის დონის მატების მიზეზები რა შეიძლება იყოს. აი ხშირად არის ხოლმე მოდის პაციენტი, აქვს სხვადასხვა სიმპტომი, თქვათ ეს შეიძლება იყოს ადინამია, დაღლილობა, უძილობა, ისეთი ნერვული სისტემის სიმპტომები, ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიები და გავს ნაკლებობას გავს ხო გავს და პაციენტს უზომავთ კალციუმს და აქვს მკვეთრად მაღალი მაჩვენებელი თქვათ 1.33, 1.36 და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ვეძებთ მიზეზს, იმიტომ რომ აქ მიზეზი ბევრად სერიოზული იქ თუ ყვებით ვერ მივიღეთ ან რაღაც, აქ ძირითადად არის რაღაცა პათოლოგია, სერიოზულ პათოლოგიაზე საუბარი. პირველი და ესაა მნიშვნელოვანი, ჩვენ ფარისებრი ხომ გვაქვს წინა მხარეს. ფარისებრის უკანა მხარეს გვაქვს 4 ან 8 ფარისებრ ახლო ჯირკვალი, რომელიც ფარისებრის უკანა მხარეს მდებარეობს. და ეს ფარისებრ ახლო ჯირკვალი გამოყოფს პარად ჰორმონს, რომელიც ამ კალციუმის ცვლას არეგულირებს და ზუსტად ეს ფარისებრი ახლო ჯირკვალი, როცა ფუნქციას აძლიერებს, ან მასში ადენომა, ან სიმსივნე, ან ონკოლოგიური წარმონაქმნია, კალციუმი იმატებს სისხლში და ზუსტად აი პირველი რაც გვიწერია, ესა ფარისებრ ახლო ჯირკვლის ფუნქციის მატება. და ძირითად შემთხვევაში ეს სერიოზულ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე ხოლმე, რადგან რას იწვევს შემდეგ სლაიდზეც გაჩვენებთ ეს მაღალი კალციუმის მაჩვენებელი. ან შეიძლება იყოს სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ამას ასინთეზირებს ორგანიზმში, ან შეიძლება იყოს ადინამია უმოძრაობა, რომელიც კალციუმის დონის მატებას იწვევს. ადინამიის დროს შეიძლება მოიმატოს, თუ ხარჯვა არ ხდება ხოლმე ადეკვატურად და დანამატების მიღება. ეხლა რაზე ახდენს მაღალი კალციუმი და რა გართულებებს გვაძლევს? პირველი ესა თირკმელი. აი თქვათ პაციენტი ამბობს ხოლმე, რომ მე წელიწადში 2 ჯერ მიწევს თირკმლის კენჭის დაშლა. ან თქვათ 3 ჯერ, იმიტომ რომ გროვდება ბევრი მარილები. ეს უკვე მიუთითებს, რომ ხომ არ არის ჰიპოკალცემიის ნიშანი ორგანიზმში. ასევე ეს მაღალი კალციუმი შესაძლებელია კუჭრაწავის ტრაქტზე აისახოს, პერისტალტიკას არღვევს, კუჭრაწავის ტრაქტიკას, დიარეებისკენ არის მიდრეკილება, ესეთ შემთხვევაში ან შეიძლება პირიქით შეკრულობა გამოიწვიოს. ძვლები და კუნთები და რას აკეთებს? აი ესა ძალიან მნიშვნელოვანი პათოლოგია, თითქოს სისხლში კალციუმი მაღალია, ძვალშიც უნდა იყოს მაღალი კალციუმი, მაგრამ თუ ეს გამოწვეულია ფარისებრ ახლო ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით, ესეთ შემთხვევაში პირიქით გამოაქვს ძვლიდან კალციუმი, ძვალი გამოფიტულია, სისხლში მაღალი კალციუმი გვაქვს. აი ადამიანი იზომავს, ხედავს რომ მაღალი კალციუმი და მშვიდადაა რომ ძვალში კალციუმი კარგად იქნება, ესე არა, ამ დროს პირიქით ძვლიდან გამოდის კალციუმი და თირკმელიდან გამოაქვს ორგანიზმზე. ზუსტად ამიტომაა რომ ეს პროცესი რო ირღვევა, თირკმელში ლაგდება ეს წარმონაქმნები. ასევე ეს მაღალი კალციუმი იწვევს ტვინზე ზემოქმედებას,
გვაძლევს ადინამიას, სისუსტეს, უენერგიობას, ძილიანობას. სხვა შორის წინა კვირას იყო ერთი პაციენტი, რომელიც შეიყვანეს უცნაური სიმპტომით, პაციენტს ჰქონდა მკვეთრი ძილიანობა, მოთენთილობა, 65 წლის ქალბატონი იყო. სხვა ესეთი პათოლოგია ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს, ერთადერთი დაფიქსირდა, რომ სისხლში იყო მაღალი კალციუმი და შემდგომ კვლევები გაგრძელდა და აღმოჩნდა, რომ აქვს ფარისებრ ახლოჯირკვლის ადენომა, რომელიც დიდი რაოდენობით ასინთეზირებს ამ პარათორმონს და ეს პარათორმონი მეორე იწვევს ტვინის ფუნქციის დარღვევას ადამიანში. და ამის შედეგად ითიშება ადამიანი და ძილიანობისკენ მიდრეკილება, ადინამია, სისუსტე, უენერგიობა აქვს პაციენტს. და ხშირად არის ხოლმე ასევე მდგომარეობა, როდესაც კანზე აისახება ხოლმე, როგორც დაბალი კალციუმია ცუდი კანის სტრუქტურისთვის, ასევე მაღალი კალციუმიც არის ძალიან ცუდი ესეთ შემთხვევაში პაციენტთან. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ როდესაც გვაქვს ხოლმე საუბარი კალციუმის ცვლის დარღვევაზე, აუცილებლად მიზეზი უნდა ვეძებოთ. თუ დაბალია, ვეძებთ, რომ ეს არის კვებითი, შეწოვითი ხასიათის ცვალებადობა, შეიძლება ეს იყოს არიღებს ადამიანი ადეკვატური რაოდენობით და თუ ჩვენ გვაქვს მაღალი კალციუმის მაჩვენებელი, მაშინ ვეძებთ რაღაცა ხომ არა სიმსივნურ წარმონაქმნზე საუბარი პირველ რიგში რაც გვეშინია ხოლმე. ხშირად არის ხოლმე ესეთი დაუდგენელი ეტიოლოგიის ჰიპერკალცემია, ვთქვათ, არის თირკმლის უკმარისობა. და თირკმლის უკმარისობის დროს ხდება პარათორმონის დონის მატება და პარათორმონის დონის მატება როცა ხდება, მე ეს კალციუმის დარღვევას იწვევს. ამიტომ სამედიცინო თვალსაზრისით მაღალი კალციუმი უფრო რთული სამართავი მდგომარეობაა და უფრო რთულად სადიაგნოსტიკო და რთულად სასამართი მდგომარეობა, ვიდრე დაბალი კალციუმი. ზოგადად ხო ამბობენ, რომ ორგანიზმში რაც ნაკლებია, იმის შევსება უფრო მარტივია, ვიდრე რაც მეტია და იმის კი, რა თქმა უნდა, და ასეთ შემთხვევაში შევსებასთან მიმართებაში ძალიან აქტიურად ხოლმე მიმდინარეობს ჩვენი კუთხით ჩართულობა, რადგან ეს შედარებით მარტივი მოსაგვარებელი პრობლემაა. მაგრამ მოსაგვარებელია. მოსაგვარებელია აუცილებლად, რადგან ეს მაღალი და დაბალი კალციუმის ცვალებადობა პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კალციუმი დავიჭიროთ ნორმის ფარგლებში და მასთან ასოცირებული მაგნიუმი და კალიუმი ახსენს სხვა შორის, შეიძლება ისინი შერწყმულადაც იყოს, სამივე მიკროელემენტის დეფიციტი იყოს გამოხატული ორგანიზმში და ეს სამივე მიკროელემენტი ერთდროულად უნდა მოწესრიგდეს აუცილებლად, რადგან მისი მოუწესრიგებლობის შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ პირველ რიგში კანზე, ტვინზე, თირკმელზე, ფრჩხილითმა ყველაფერზე ახდენს აქტიურ გავლენას. ეხლა თქვა ჩვენს მოსახლეობას შეიძლება გაიცინოს, რომ როგორ ყველა ელემენტი, როგორ ყველაფერზე ახდენს გავლენას, მაგრამ ეს ჩვენი ორგანიზმი ესეა აწყობილი, რომ მას ჭირდება რაღაც მიკრო-მაკრო ელემენტები, რითაც ის ფუნქციონირებს მარტივად, რომ თქვა. შესაბამისად, თუ რომელიღაცა გვაკლია, ხოლმე ჩვენ ეხლა ყოველდღიურ რუტინაში, როცა ვართ, ვიკვებებით, საკვებით, ვიღებთ რაღაც გარკვეულ პროდუქტებს და ჩვენ შეიძლება ამას აქტიურად ვერ ხვდებით, მაგრამ როდესაც უკვე რაღაცის დეფიციტი მოდის და ჯანმრთელობას ეხება უკვე საკითხი, მერე სიმპტომები აქტიურად იჩენს ხოლმე თავს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ აი რო ვიძახით, რომ ეს ბალანსირებული კვება აუცილებელია, რადგან ზუსტად აქ შედის ის ყველა მიკრო-მაკრო ელემენტი, რაც გვჭირდება ჩვენ და შემდგომ მაქსიმალურად ავიცილებთ ხოლმე თავიდან იმ გართულებებს, რაც შეიძლება მოყვებოდეს ამასთან. შოთა, შენ ახსენე კენჭი თირკმელში და უცებ გამახსენდა, რომ კენჭი ნაღლის ბოშჩიც ხომ არის და ესეც შეიძლება იყოს ნიშანი. ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ შეიძლება ამ ჰიპერკალცემიის დროს თუ ჰიპერკალცემია მიმდინარეობს არა მარტო თირკმელში, არამედ შეიძლება გულის კარედებშიც ჩაალაგოს კალციუმი, ტვინში ჩაალაგოს კალციუმი და ღვიძლში ჩაალაგოს კალციუმი. ანუ ადგილი, სადაც მოძებნის მარტივად რომ ვთქვათ, რომ ეს მაღალი კალციუმი ჩაალაგოს, ჩაალაგებს ხოლმე. ამიტომაც არის, რომ მაქსიმალურად როცა ჰიპერკალცემია არის ხოლმე, ჩვენ მერე ვნახულობთ სხვადასხვა ორგანოებს, ხომ არ არის სადმე სხვაგან. ხშირად არის ხოლმე უროლოგები უშვებენ ჩვენთან პაციენტებს, როდესაც ვთქვათ, ნახავენ, რომ ბევრი კრისტალები, ბევრი მარილები გროვდება თირკმელში და წელიწადში რამდენჯერმე ხდება ხოლმე ამის დაგროვება. კენჭის გავლას რო ვეძახით. კი ბატონო, მერე ეძებენ მიზეზს, ხომ არ არის ეს რაღაც ენდოკრინული დარღვევის მიზეზი. და შოთა, აი, როდესაც უმეტესობა ახლა უჩივის მაინც ამ ხერხემლის პრობლემას ხო წელზეთი აქ არის კისერი და ასე
შემდეგ ამ შემთხვევაშიც ანუ მიცნობ კალციუმი ფიგმა უნდა შეგეც, გამარჯობა აგერ მაგრამ მე წესრიგში მაქვს ჩემო შოთა ექიმა გადამიმოწმა ეს ანალიზები აი ამ შემთხვევაში მაინც თუ რაღაცა წანაზარდები არის თიაქრული უნდა ვივარაუდოთ რომ შეიძლება იყოს ნაკლებობა დაკავშირებით ნაკლებს ავარაუდოა უფრო აი რენტგენს რო ვიღებთ ან დენსიტომეტრიას რო ვაკეთებთ ხოლმე ძვლის მინერალიზაციაზე გვეუბნება ხოლმე რენტგენოლოგი რომ აი ძვალი გამოფიტულია ანუ ჩანსი კი ჩანს რა თქმა უნდა რენტგენზეც ახლა რენტგენი 100%-იანი მის სადიაგნოსტიკო არ არის მაგრამ რამდენიმე ნიშანი არის რითაც დგინდება მაგრამ 100%-იანი დიაგნოსტიკა აგვაქვს რენტგენული აბსორბციომეტრია DEXA ეგრეთ წოდებული რენტგენული დენსიტომეტრია არის რამდენი რამე იცის გადავირიე რა ეს ყველა ექიმა იცის რომელიც გვაძლევს ინფორმაციას, აი ძვლის მინერალიზაცია და სტრუქტურა როგორი არის და გვაქვს სხვა შორის ორნაირი ძვლის სტრუქტურა, ეს გარეთა სიმყარე რაც აქვს და ტრაბეკულური ძვალი და შეიძლება გარეთა სიმყარე კარგი იყოს, მაგრამ ტრაბეკულურ ძვალზე გამოფიტული იყოს ინფორმაცია და შესაბამისად ამ დროსაც უნდა მიექცეს ამას. და ბოლო კითხვა მექნება, რამ წელიწადში რამდენჯერ უნდა ჩავიტაროთ ანალიზები მინერალებზე, ვთქვათ 6 თვეში ერთხელ თუ წელიწადში ერთხელ პრევენციისთვის. ჯობია წელიწადში ორჯერ იყოს პროფილაქტიკური ანალიზები ჩატარებული, მაგრამ თუ არ გვაქვს ამის საშუალება, ზამთრიდან გაზაფხულზე გადასვლის პერიოდში უფრო უპრიანი იქნება, რომ ეს გავაკეთოთ. ძალიან დიდი მადლობა. აი, გეშენე ხა ეს ყველაფერი? ამოწურე? ხო არ გაქვს